გემრიელესია მარილი ზუსტად აქვს და ჩემი შვილი როგორ მიყურებშია. დღეს ჩემს სამზარეულოში ნამდვილი მოგზაურობა გელით. მოგესალმებით აპოლინე სამყაროში, შემოდგომის სითბო და ორიენტალური ქვეყნების არომატი. დღეს მოვამზადოთ უზბეკური ფლავი. რაც ძალიან კარგად გამომდეს, ეს არის ბრინჯის მომზადება. გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს და უკვე 23 წელიწადია ისეთი ოჯახის რძალი ვარ, სადაც ბრინჯი მთავარი კერძია. მართალია ფლავი საკმაოდ მარტივი კერძია. არც ესეთი ბევრი ინგრედიენტები არ ჭირდება, უბრალოდ მისი ტექნიკა და მომზადების პროცესი არის ცოტა განსხვავებული. ახლა კი დავიწყოთ მომზადება და ვნახოთ თუ რა გვჭირდება უზბეკური ფლავის მოსამზადებლად. ფლავის გემო ხორცით იწყება და მასია შემდეგ მთელი კერძი, არომატები აგებული. ამიტომ არჩიეთ, რაც შეიძლება ახალი ხორცი. ხშირად იყენებენ ცხრის ხორცს, რომელიც არის ასევე უზბეკურ სამზარეულოში ტრადიციული ვარიანტი. შეგიძლიათ თქვენ მომზადოთ როგორც საქონლის ხორცით, ასევე შეგიძლიათ უფრო მარტივი ვარიანტი ქათმის მგელი და ქათმის ხორცით მომზადოთ. მე მოვამზადებ დღეს 2 კილოგრამი ხორცით, ეს არის უკანა ვარგალი. არის საკმაოდ რბილი ხორცი, ნუ ცოტა დიდი დრო ჭირდება მოხარშოს. ხორცი შეგიძლიათ წინასწარ დაჭრათ საშუალო ნაჭრებად და ისე მოხარშოთ, ან მოხარშვის შემდეგ. უზბეკურ ფლავში მთავარი ინგრედიენტი ასევე სტაფილო, რომელიც აძლევს განსაკუთრებულად ნარინჯისფერ ფერს. ასევე მოდგმო გემოს 2 კილოგრამ ხორცი გჭირდება დაახლოებით 1 კილოგრამი სტაფილო. დაახლოებით 800 გრამი ხახვი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი. ასევე გჭირდება ნიორი, მე მაქვს აქ 3 თავი ნიორი, ძირა, შავი პიპილის მარცვლები, ცხარე წიწაკა, ნეიტრალური გემოს სეთი დაახლოებით 300 მილილიტრი. მარილი გემოვნებით. სტაფილო დიდი ხნის განმავლობაში ხორცთან ერთად იხარშება, ამიტომ დავჭრათ ისე, რომ არ ჩაიხარშოს. არ უნდა გახეხოთ არც ერთ შემთხვევაში, ჯერ დავჭრათ ზოვალურად და შემდეგ უკვე მივცეთ აი ასეთი ფორმა, შეხედეთ? არ ძალიან ძრული და არ ძალიან სქელი. ხორცი დავჭრათ სასურველ ზომებად. მე ესე დავტოვებ ამ ხელებს, როგორც არის. საინტერესო იქნება თქვენ რომელი ხორცით ამზადებს, ვიცი რომ ძალიან ბევრს არ უყვარს, არც ხვარი, არც ბატკანი და აბსოლუტურად გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ ხორცის არჩევანი რა თქმა უნდა თქვენზე დამოკიდებული, თუ კი ნამდვილი უზბეკური გინდათ რომ მომზადოთ, ამ შემთხვევაში უნდა იყოს ხვარი ან ბატკანი. ინგრედიენტების რაოდენობის გამო ჩვენ ახლა გვიწევს დიდ ქვაბში მომზადება. ეს არის დაახლოებით 32 დიამეტრის ზუსტად რამდენი ლიტრი, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ არის საკმაოდ დიდი ქვაბი. ტრადიციულად უზბეკური ფლავისის, იმისათვის რომ განსაკუთრებულად გემრიელი და არომატული გამოვიდეს, საჭიროა ცხრის დუმა, რომელიც ახლა მე არ მაქვს. სამაგიეროდ მაქვს ნეიტრალური გემოსეთი, რომელსაც მოვათავსებთ ჩვენს ქვაბში. შემდეგ ცხელზეთშივე ჩავუშვებთ ხორცი უნდა გახდეს აუცილებლად ოქროსფერი, კარგად მობრაძული და შემდეგ დავუმატებთ ხახვს. როდესაც ზეთი კარგად გახურდება და უკვე ძალიან ცხელი იქნება, შემდეგ ჩავუშვით ხორცი შიგნით. ხორცი შუშეთ მაღალ ტემპერატურაზე, ეს შემდეგ გემოზეც მოქმედებს და ასევე ფერზეც. დღეს ნამდვილი საშემოდგომო ამიტი გვაქვს, საკმაოდ ცივა, მოღრუბლულია წვიმს და ეს კერძი მე მგონი არის მისწრება. ეხლა რას ვაკეთებ? დავუმატოთ ხახვი და ასევე გავუკეთოთ კარამელიზება. ხახვი აძლევს საოცარ ფერს შემდეგ ბრინჯს. ხახვი და ხორცი კარგად მოეშოშა, ნახეთ როგორი საოცარი ბირი და როგორი საოცარი სურნელი აქვს ახლოს მოდი. ნახეთ ეს გადასცემ შემდეგ
ძალიან ლამას ოქროს ფერს ჩვენს ბრინჯს. დავუმატოთ ახლა სტაფილო. როდესაც სტაფილო ხორცში კარგად ჩაეშოშება, ამ ეტაპზე ვამატებთ მარილს და ვასხავთ მდუღარე წყალს იმდენს, რომ ხორცი და სტაფილო ბოლომდე დაიფაროს. შეგიძლიათ ასევე ქიშმიშის დავუმატოს, ძალიან ბევრი რეგიონებში არ უმატებენ, არც ჩემს ოჯახში არ ვყავთ, ამიტომ არც მე არ უმატებ. უმატებ მხოლოდ და მხოლოდ კოწახურს. აქ მაქვს კოწახური, რომელსაც დავუმატებ, რომ ცოტა მჟავე გემო მისცეს. ასევე ძალიან მინდა მუხუდოს დამატება, მაგრამ რატომღაც მუხუდო დამამწყო რეგულარულად წყალში ჩამევა, ისე სხვანაირად არ გამოვა და დაკონსერვებული კიდე არ მაქვს. ჩავასხათ წყალი, რომ ადუხდება, შემდეგ დავუმატებთ მარილს და მარილს უმატებთ იმაზე უფრო მეც, ვიდრე უშობით უკეთებთ ხოლმე თქვენ соусებს. იმიტომ რომ ბრინჯი იწვევს ძალიან ბევრ მარილს. მარილი დავუმატოთ ისევ, რომ ოდნავ მლაშე იყოს. ფლავის წვენს დავუმატებ ახლა მე კოწახურს. ასევე ნიური ჩაუშვათ შეგნით. ჩემთან არის დიდი პორცია, ამიტომ დავუმატებ სამცალს. და წიწაკა, ასევე 3 ცალი დაახლოებით. თავარი სურნელი, ეს არის ძირა, რომელიც არის დაუქველი, თავიდანვე დავუმატებ. ზუსტ ინგრედიენტების რაოდენობას დაგიტოვებ დაბლა ინფობოქსში და შემდეგ ბრინჯსაც დავუმატებთ. არ დაგავუწყდეს შავი პეპრის მარცვლები, ბევრი არა, იმიტომ რომ მე შეიძლება შეგხვდეთ საჭმლის დროს და არც თუ ისე სასიამოვნოა. ჩემთან დაჭირდება ალბათ ესე 2-3 საათი, იმიტომ რომ ხორცი არის საკმაოდ დიდი და თანაც უკანა ბარგალი ცოტა გვიანი ხარშება. დავდგათ ახლა, როდესაც მოიხარშება, შემდეგ უკვე დავუმატებთ ბრინჯს. ბრინჯი გავრეცხოთ ჯერ. ხორცი იხარშება უკვე, მოვიდა ბრინჯის დროც და ბრინჯი, მეგობრებო, ყველა რეგიონში სხვადასხვანაირად ამზადებენ. თავარი რომ არ იყოს ისეთი ბრინჯი, რომელიც ძალიან მარტივად და ადვილად იშლება, არის კიდევ ესეთი, უნდა იყოს რაც შეიძლება აი მაგარმარცვლოვანი რა, არ უნდა იყოს ძალიან რბილი, თორემ ჩაიშლება და გეკნებათ ნამდვილი ფლავის შემდეგ. ჩვენ გვინდა რომ იყოს ცოტა ფანტია. მაგრამ შესაძლებელია რომ ბასმათი ბრინჯიცაც რომ მომამზადოთ. მე მაქვს ბასმათი ბრინჯი, მაგრამ არის საკმაოდ მაგარი. ანუ არ არის რბილი, მე მიყიდია ბასმათიც, რომელიც არის ძალიან რბილი და ძალიან სწრაფად იშლება. ბასმათი ბრინჯი, მე მაქვს სპარსული ბრინჯი. არის ბასმათი ბრინჯიც, უფრო თეთრი არის და ძალიან მალე იშლება ისინი. აი ნახეთ. არის გრძელი ბრინჯი. და ინარჩუნებს ფორმას კარგად. თვითონ უზბეკეთში, როგორც მე ვიცით, უზბეკურ რეცეპტებში იყენებენ ზერვირა ბრინჯი არის ესეთი, ოდნავ მოყავისფრო, მაგრამ ნუ აქ არ იყიდება. აქ მაქვს მე 1 კილოგრამი ბრინჯი. და ეს უნდა გავრეცხოთ ძალიან დიდხანს. რამოდენიმეჯერ უნდა გავრეცხოთ. კარგად გავრეცხოთ, რომ სახამებელი გავიდეს და შემდეგ ხარშვის დროს არ ჩაიშალოს, ამიტომ სანამ კამკამა და არგი სუფთა წყალი არ გავა, იქამდე რეცხეთ. ხორცი მოიხარშა, ნახეთ როგორ გამოიყურება. წვენი აქვს ჯერ კიდევ ზემოდან. ნიორი ამოვიღე დაახლოებით 20 წუთის შემდეგ და გავაჩერეთ ასე, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაიშლება და აღარ გიქნებათ მთლიანი ნიორი. ამიტომ დაახლოებით 20-25 წუთის შემდეგ ხარშვიდან ამოიღეთ და გადაიტანეთ სხვა თაში. ეხლა მეგობრებო, წამოვადუღოთ, ნელა-ნელა ჩაუშვათ ჩვენი ბრინჯი და ბრინჯი მე გავაჩერი ასევე წყალში. დაახლოებით საათნახევარი წყალში, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ რბილი ბრინჯი და მალე იშლება, არ გააჩეროთ წყალში. წინა სხვა შემთხვევაში, მაგალითად როგორც არის ჩემი ახლა ბასმათი, სპარსული ბასმათი, მაგრამ ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია რომ წყალში გააჩეროთ. ბრინჯს დავუმატებ, ახლა თუ კი დამაკლდა წყალი, ამ შემთხვევაში ზემოდან კიდევ ადუღებულ წყალსაც მოვასხავ, დაახლოებით 1,5-2 სანტიმეტრი უნდა გქონდეს წყალი ზემოდან მოდებული ჩვენს ბრინჯს. ესე. შემდეგ კიდევ მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და მოვაყაროთ ძირა.
ბრინჯი არაურიოდ არცერთ შემთხვევაში შიგნით, არამედ ზემოდან უნდა მოალაგოთ. ადუღებულ წყალს მოვასხავ. დაახლოებით 2 სანტიმეტრი ზემოდან. აი ასე. ეხლა დავუმატოთ კიდევ მარილი. უმატებთ ძირას. ესე გადახდელ მდგომარეობაში გავაჩეროთ. რომ დაიწყებს წყალი ამოშრობა, შემდეგ მოვაქუჩოთ ერთმანეთთან, ერთად ბრინჯი, გავუკეთოთ პატარა ხვრელები და უკვე დავასრულოთ შემდეგ მომზადება, ოღონდ თავდახურულზე, 4-ში უნდა იყოს პრინციპში, რა და განახებთ შემდეგ. წყალი უნდა ფარავდეს ბრინჯს დაახლოებით 2 თითის სიმაღლეზე. ვტოვებთ, რომ ადუღდეს საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე და ნელ-ნელა შეიწოვოს სითხე. ზოგი ბრინჯი მალე იხარშება, ზოგი არა. ამიტომ ვაკვირდებთ, როცა სითხე თითქმის გაშრება და ბრინჯი ნახევრად მოხარშულია, ეს ნიშნავს, რომ არის თითქმის მზად. წყალი შეაშრა უკვე. ბრინჯიც ნახევრად მოიხარშა. ნუ ცოტა წყალი კიდე აქ დაბლა, მაგრამ არა უშავს. ეხლა ჩვენ ასე შუაში მოუყაროთ თავი ბრინჯს. თუ მეც დააცდით, რომ წყალი კიდე უფრო ამოშრეს, კარგია. სითხე, მაგრამ ჩემი ოჯახი აღარ იცდის უკვე. ეხლა აი ამ კოვზით ასე გავუკეთოთ შუაში, რომ ორთქლი კარგად, ორთქლმა კარგად იმოძრაოს ზოგადად. ჩაულაგებ ნიორს ისევ უკან. ასევე დავადებ ახალ წიწაკებსაც. აცადეთ, რომ ნელ-ნელა ამოშრეს წყალი, ნუ დააჩქარებთ. არაურიოდ ბრინჯს, უბრალოდ მიეცით დრო. წინააღმდეგ შემთხვევაში ორთქლზე ვერ მოიხარშება ბრინჯი ბოლომდე. ეხლა გვინდა ჩვენ რომ ორთქლზე დავამთავროთ ხარშვა ბრინჯის ორთქლზე. ამიტომ ან გადააფარეთ ზედ ალუმინის ქაღალდი, ან გიქნებათ ესეთი თასი რკინის, რომელსაც ზედ დაადებთ, ან ჩემსავით სამზარეულო სტილოს შემოახვევთ ქვაბის თავსახურს და დავალ ტემპერატურაზე დაახლოებით ყველაზე ცოტა 30 წუთი მაინც გააჩერებთ. აი ასე. ჩვენი ფლავი მზად არის. ამოვიღებ ამ წიწაკებს ზემოთ. ნიორი. და განახოთ ბრინჯი. ნახეთ. ესეთი ფანტია ბრინჯია. სიმშრალე არ აქვს. არის ფანტია, მაგრამ თან ნოტიოც. თან მინდა რომ ახლა ამას გვერდზე მივწევ, რომ ხორცი ამოვიღოთ. ეხლა მოვალაგოთ ზემოდან კიდევ ხორცი, შეგიძლიათ ხორცი ესა დაანაწევროთ და ისე მოვალაგოთ. თუ კი კარგი მჭამელები ყავთ, პირდაპირ დაულაგეთ. ჩემთან ოჯახში ვეღარ ითმის, უკვე ისე დღეში არიან. და ასე დავდოთ. ნიორი დავადოთ ზემოდან, რაც მთავარია. უბრალოდ აღარ მახსოვს როგორი იყოს ესე არა უშავს. აი მეგობრებო როგორი ფლავი გამოგვივიდა. ცოტა ნიუანსები არის ნამდვილად, რომ აი ბრინჯის მოხარშვის პროცესი არის ცოტა ისეთი, რა უნდა იცოდეთ, როდის არის მზად, რომ უკვე ორთქლზე გაამწესოთ, იმიტომ რომ
უჭირს მერე ბრინჯს მოხარშვა თუ კი ოთხზე მოხარშვა თუ კი მანამდე არ არის კარგად მოხარშული, ანუ ბოლომდე კი არ უნდა იყოს ჩახარშული. უბრალოდ აი ხელს ესე რომ მოკიდებ, უნდა გადდეს უკვე ბრინჯი, აი ესე უკვე კარგია. იმიტომ რომ ბრინჯს თუ გაუკეთებთ, ანუ თუ კი ძალიან მალე ამოაშობთ, ძალიან მალევე გადაიტანთ, იმ შემთხვევაში ვერ მოასწრებს ორთქლზე და გექნებათ შემდეგ პრობლემა. თუ კი მასე მოხდა, მაგასაც გეტყვით რა უნდა გქნათ, შემდეგ შეგიძლიათ რომ ეს ბრინჯის ზემოდან რაც იქნება, გადაიტანოთ სხვა ქვაბში და სხვა ცოტა წყალი იქვე ამოიყვანოთ ორთქლზე და შემდეგ დაამატოთ. მოკლედ, აი ასეთი სილამაზე გვაქვს. ტრადიციული გასინჯო, ხო უნდა გავსინჯოთ რა მოვამზადეთ. ნახოთ. საოცარი სურნელი იქ ეს, საოცარი. ნახეთ. გემრიელესია, მარილი ზუსტად აქვს და ჩემი შვილი როგორ მეყურებშია. ყველაფერი აქვს ზუსტად. გზადაგ და გასინჯოთ ხოლმე აუცილებლად მარილით, ძირად, თუ რამე დააკლებთ თქვენი საყვარელი სუნელი შეგიძლიათ დაუმატოთ. არსებობს კიდე არის კიდევ სპეციალური სუნელები, როგორც ვიცი, მე არ მომისინჯოს არასოდეს, მაგრამ შეგიძლიათ რომ დაუმატოთ თუ კი განსაკუთრებულ გემოებს ეძებთ, მაგრამ ეს არის არაჩვეულებრივი, ძალიან გემრიელი. თლიანად მოკლედ რა, ნამდვილად გამოსაჩენი კერძია და ნამდვილად გირჩევთ რომ მოამზადოთ მთელი ოჯახისთვის კარგად ისიამოვნებთ. ჩემს გემრიელ მჟავესთან ერთად მივირთმევ და ახლა მე დაგემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. თუ მოგეწონა დალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები. დროებით.